ზედაპირზე კიდევ ერთ საფრთხეს წარმოადგენს რადიაცია, რომელიც შეიძლება 150-ჯერ მეტი იყოს ვიდრე დედამიწის ზედაპირზე. მთვარის მღვიმეებში ასტრონავტები ამისგანაც დაცულები იქნებიან. ლავის მილების ზემოთ არსებული გრუნტი საკმარისად ცხელია, რათა რადიაციისგან ეფექტიანი დაცვა უზრუნველყოს. გაცილებით უფრო მცირეა მეტეორიტების დარტყმის რისკი, მაგრამ არა მთლიანად გამორიცხული. ლავის მილები ასეთი მცირე დარტყმებისგან დასაცავადაც საიმედოა. მთვარის ლავის მილების თავშესაფრად გამოყენების იდეას მსოფლიოში მრავალი ქვეყანა თუ მეცნიერი განიხილავს. ცოტა ხნის წინ ჩინეთში გამართულ კონფერენციაზე შანხაის კოსმოსურ ფრენათა ტექნოლოგიების აკადემიის მეცნიერმა ჟანგ ჩონგჯფენგმა მიწისქვეშა ლავის მილების შესახებ კვლევა წარადგინა. ჩინელმა მეცნიერებმა საველე სამუშაოები ჩინეთში არსებულ ლავის მილებზე ჩაატარეს, რათა დაედგინათ როგორ გამოიყენონ ისინი მთვარეზე. ჟანგის განცხადებით მთვარისა და დედამიწის ლავის მილები ძლიერ ჰგვანან ერთმანეთს. ლავის მილებს ორი ტიპის შესასვლელი აქვთ, ვერტიკალური და დახრილი. დედამიწაზეც და მთვარეზეც ორივე ტიპი გვხვდება. მთვარეზე აღმოჩენილთა უმეტესობა ვერტიკალურად გახსნილი მილია, მაგრამ ეს შეიძლება ჩვენი ხედვის კუთხის გამო იყოს. შესასვლელები ჩანგრეულ ჭერს წარმოადგენს, სადაც პირდაპირ მის ქვეშ, მილში ნაშალი მასალა ყრია. იქ შესვლა შესაძლებელია ფრენით ან ვერტიკალურად აწების რაიმე ტექნოლოგიით. დახრილ შესასვლელებში შესვლა გაცილებით მარტივია, თუნდაც მანქანამავალით. უბრალოდ საჭირო იქნება ნაშალი მასალის მოსუფთავება. ჩინეთისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს ეგრეთ წოდებული სიმშვიდის ზღვისა და ნოყიერების ზღვის რეგიონები. ჩინეთი გეგმავს რობოტულ სისტემას, რომელიც ამ მღვიმეებს შეისწავლის. ზონდს სხვადასხვა დაბრკოლებათა გადალახვის უნარი და სამეცნიერო აღჭურვილობა ექნება. ძირითად ზონდს დამხმარე მანქანები გამოეყოფა, რომლებიც მას კომუნიკაციაში დაეხმარებიან და ენერგიასაც მიაწვდიან. მათ შორის შეიძლება იყოს მრავალფეხიანი მცოცავი ზონდები, საგორაო ზონდები და მბრუნავი ზონდებიც კი. სამეცნიერო ინსტრუმენტებით ისინი შეისწავლიან მთვარის მტვერს, რადიაციას, ლავის მილებში მოძებნიან წყლის ყინულს. ჩინეთი გეგმავს, რომ შექმნას ფრენის უნარის მქონე რობოტიც, რომელიც ლავის მილებში გზას ავტონომიურად გაიკვლევს მიკროტალღური და ლაზერული რადარების გამოყენებით. წარმატებული კვლევების შემდეგ ჩინეთის სამომავლო გეგმაში ეკიპაჟიანი ბაზის შექმნა. ის გრძელვადიანი კვლევითი მიწისქვეშა ბაზა იქნება მთვარის ერთ-ერთ ლავის მილში. ბაზაში იქნება როგორც საცხოვრებელი, ისე კვლევითი ინფრასტრუქტურა. ბევრ დეტალს ჩინეთი ჯერ არ ამხელს, მაგრამ აშკარაა, რომ ამ ქვეყნის კოსმოსური ამბიციები სულ უფრო იზრდება. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია მთავარ გვერდზე YouTube-ის სიმბოლო აიკონში.